დიდი ხანია გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვან ქვაკუთხედად ითვლება. სექტორი ტექნოლოგიური განვითარების, გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და მომხმარებელთა ქცევის ცვლილების ფონზე უწყვეტად ვითარდება. ამასთან, ბოლო წლებში ლიდერი პოზიციის მოპოვებისთვის კომპანიებს შორის წამოწყებული რბოლა ინდუსტრიის ჩანსახ კონკურენტულ გარემოზე მიუთითებს. ელექტრომობილების აღზევებასთან ერთად ტრადიციულ ავტოგიგანტებს ახალ კომპანიებთან უწევთ შეჭიდება. სექტორის განვითარება გამოწვევების გარეშე წარმოუდგენელია. დღეს ავტომწარმოებლები არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან. იქნება ეს მუდამ განახლებადი რეგულაციები, გეოპოლიტიკური მოვლენები, რომლებიც მიწოდების ჯაჭვს აფერხებს, თუ სხვა ფაქტორები. ასეთ დროს ავტომწარმოებელთა საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომელიც კომპანიებისთვის ფინანსურ სიჯანსაღესა და სამომავლო პერსპექტივებს განსაზღვრავს. დღეს მსოფლიოს მასშტაბით 100-მდე ავტომწარმოებელი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 2.3 ტრილიონ დოლარს აღემატება. ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები მოწინავე პოზიციებს ნოვატორული მიდგომებით ინარჩუნებენ. 2005 წელს კი 10 უმსხვილესი ავტომწარმოებლის რეიტინგი და ღირებულებები ასე გამოიყურება. მე-10 ადგილს 59.19 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციით ამერიკული General Motors იკავებს. კომპანიაში შემავალ ბრენდებს შორის საზოგადოებისთვის ყველაზე ნაცნობი Chevrolet, Cadillac, GMC და Buick არიან. ეს უკანასკნელი კი General Motors-ის პირველი ბრენდი იყო, რომელსაც კომპანიამ ოპერირება 1908 წელს. ეტლების წარმოებით დაიწყო. დღეს General Motors-ი ავტომობილებს 8 ქვეყანაში აწარმოებს. მე-9 ადგილზე Porsche ხვდება, რომლის საბაზრო ღირებულებაც 50 მილიარდ დოლარს აღემატება. გერმანული კომპანია ფუფუნების სეგმენტში თავისი პრესტიჟული სპორტული მანქანებით, მაღალი გამოვლობის SUV ტიპის ავტომობილებითაა ცნობილი. Porsche-ს როგორც კომპანია საფუძველი 1930-იანი წლებიდან ჩაეყარა. დღეს კი მწარმოებლის ორი მთავარი ქარხანა გერმანიაში მდებარეობს. BMW რეიტინგში მერვე ადგილს 53 მილიარდიანი კაპიტალიზაციით იკავებს. ფუფუნების სეგმენტში ასევე განთქმული ავტომწარმოებელი, როგორც მსუბუქი ავტომობილებით, ასევე მოტოტრანსპორტით გამოირჩევა. კომპანია 1916 წელს ბავარიაში დაფუძნდა. დღეს კი BMW ავტომობილებს გერმანიასთან ერთად დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთსა და ჩინეთში აწარმოებს. კიდევ ერთი გერმანული კომპანია, რომელიც უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის მე-7 ადგილზეა, Volkswagen-ია, რომელიც ბევრისთვის დღემდე ხოჭოს. იგივე Beetle-ის სერიასთან ასოცირდება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამ მოდელს 2019 წლიდან აღარ აწარმოებს. Volkswagen-ის ისტორია 1927 წელს გერმანიაში დაიწყო, სადაც კომპანია ავტომობილებს დღემდე აწარმოებს. Luxury სეგმენტის კიდევ ერთი გამორჩეული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz 61 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციით მე-6 ადგილზეა. კომპანია ცნობილი თავისი მსუბუქი კომერციული ავტომობილებითა და პრემიუმ წარმოებითაა. მომდევნო წელს Mercedes-Benz-ის ბრენდს 100 წელი უსრულდება. საუკუნოვანი ისტორია საწარმომ გერმანიაში დაიწყო. დღეს კი გლობალური კომპანია ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე ფლობს საწარმოებს. დიდრული სპორტული ავტომობილების უპირობო ლიდერი Ferrari რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს. იტალიური ბრენდის იმიჯი სარბოლო მემკვიდრეობის, ფუფუნებისა და ექსკლუზიურობის კომპონენტებზეა აგებული და მოდელების მრავალფეროვანი არჩევანით ავტომოყვარულთა ფავორიტებში ხშირად ხვდება. ადრეულ 1950-ან 60-იან წლებში წარმოებული Ferrari-ის ზოგიერთი მოდელი აუქციონზე ყველაზე ძვირად შეფასებულ ავტომობილებად დღემდე ითვლება. ათეულში პირველი ჩინური ავტომწარმოებელი BYD-ია, რომელიც ელექტრომობილების სეგმენტში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანიის კაპიტალიზაცია 155 მილიარდს აღემატება. BYD-ის გაყიდვებმა სწრაფი ტემპით ზრდა განსაკუთრებით 2021 წლიდან დაიწყო, როდესაც კომპანიამ ელექტრომობილები გასაყიდად ჩინეთიდან საერთაშორისო ბაზარზე, ძირითადად ევროპაში, სამხრეთ აზიასა და ამერიკაში გადმოიტანა. რეიტინგის სამეულს მოულოდნელი დასახელებით ხსნით. 182 მილიარდიანი კაპიტალიზაციით ამ პოზიციას ჩინური Xiaomi იკავებს, რომელსაც საზოგადოება არა ავტო, არამედ smartphone-ების მწარმოებლად იცნობს. ბუნებრივია კომპანიის ღირებულების დიდი წილით სწორედ ამ კატეგორიით განისაზღვრება. Xiaomi-ის ავტომობილების საწარმო პეკინში 2021 წელს გაიხსნა. გასულ წელს კი კომპანიამ პირველი მოდელი SU7 წარადგინა. მეორე ადგილს იაპონური გიგანტი Toyota იკავებს, რომელიც ბირჟაზე 254 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. Toyota მსოფლიოს მასშტაბით 27 ქვეყანაში მოქმედ ქარხნებში წლიურად საშუალოდ 10 მილიონ ავტომობილს აწარმოებს. კომპანიამ გლობალურ ბაზარზე ხარისხის, გამძლეობისა და ღირებულების უმაღლესი სტანდარტი დაამკვიდრა, რის გამოც დღეს ის ინდუსტრიის ერთ-ერთი უპირობო ლიდერია. დღესდღეობით უმსხვილესი ავტომწარმოებელი, რომლის კაპიტალიზაციაც Toyota-ს თითქმის 3-ჯერ აღემატება, ამერიკული Tesla. კომპანია ელექტრომობილების ინდუსტრიაში ნამდვილი პიონერია და ის პოპულარული თავისი ინოვაციური ტექნოლოგიითა და ფუტურისტული დიზაინით გახდა. ელექტრომობილების კონკურენტულ ბაზარზე Tesla-ს ავტოპილოტის სისტემა გამოარჩევს, ისევე როგორც პოტენციალი და ხედვა, რომლის განვითარების შემთხვევაშიც ბრენდი მსოფლიოს სრულად თვითმართვად ელექტრომობილს შესთავაზებს.